იქნება თუ არა უკრაინის ომის დასასრულებლად ტრამპის ძალისხმევა და მცდელობა წარმატებული თეთრ სახლში გამართული შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის საფრანგეთის პრეზიდენტი მიიღო მოლაპარაკებების შემდეგ ემანუელ მაკრონმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების უახლოეს კვირებში დასრულება არ გამორიცხა. ანალოგიურ პროგნოზს აკეთებს ამერიკის სახელმწიფო მდივანიც. მოლაპარაკებების პარალელურად გაროს უშიშროების საბჭომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი აგრესორად მოხსენიებული არ არის. დოკუმენტს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთთან ერთად რუსეთმაც დაუჭირა მხარი. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ უკრაინასთან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია. თავის მხრივ მოსკოვი მზადყოფნას აცხადებს, რომ ვაშინგტონს რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არსებულ მინერალებზე წვდომა გაუხსნას. გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინაში ომის შესახებ რეზოლუცია პირველად დაამტკიცა. დოკუმენტს სახელწოდებით გზა მშვიდობისაკენ მხარი საბჭოს 10 წევრმა დაუჭირა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და რუსეთმა, რომელიც ამ რეზოლუციაში აგრესორად არ დაუსახელებიათ. ამერიკის მოკავშირეებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხმის მიცემისაგან თავი შეიკავეს. ეს რეზოლუცია გვაყენებს მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ეს პირველი ნაბიჯია, მაგრამ გადამწყვეტი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის უკრაინის, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მშვიდობიანი მომავლის ასაშენებლად. ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ვაშინგტონის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციასთან დაკავშირებით უთანხმოებაა, მანამდეც ცხადი იყო, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ორი განსხვავებული რეზოლუცია წარადგინეს. უკრაინის და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს და მოუწოდებს რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს, ასამბლეის წევრებმა 93 ხმით დაამტკიცეს. თუმცა ამ შემთხვევაში ერთ მხარეს კვლავ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდნენ და ტექსტს მხარი არ დაუჭირეს, ხოლო ევროპის ქვეყნები მეორე მხარეს. ეს ომი არასდროს ყოფილა მხოლოდ უკრაინის შესახებ. ეს ომი არის ნებისმიერი ერის ფუნდამენტური უფლებების შესახებ. იარსებოს აირჩიოს საკუთარი გზა და იცხოვროს აგრესიისგან თავისუფლად. თუ აგრესია გამართლებულია და მსხვერპლს დანაშაულად ეთვლება მისი მედეგობა და გადარჩენის სურვილი, მაშინ არც ერთი ქვეყანა არ არის უსაფრთხოდ. როგორც ყველამ ვიცით, ზელენსკის რეჟიმის უიმედობა ახლახან ცხადი გახდა კიევის ხუნტის მთავარი სპონსორისთვისაც, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით საბოლოოდ დაინახა უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის ნამდვილი სახე და მიხვდა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარება, რადგან ის ყველაფრით ებღაუჭება ძალაუფლებას. გაეროში განხილვების პარალელურად უკრაინაში ომის შეჩერების საკითხზე თეთრ სახლში მსჯელობდნენ ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტები. ემანუელ მაკრონი პირველი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ ტრამპს შეხვდა. მოლაპარაკებების დაწყებამდე ნათელი გახდა, რომ დიალოგი იოლი არ იქნებოდა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ ევროკავშირი უკრაინისათვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას უკან იბრუნებს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ვერა, მაკრონმა ამერიკის პრეზიდენტს სიტყვაც კი გააწყვეტინა. თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე მაკრონი და ტრამპი კმაყოფილები ჩანდნენ და ერთმანეთის მიმართ რევერანსებიც არ დაუშურებიათ. რაც შეეხება ომს, მაკრონმა თქვა, რომ ევროპა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინაში სამშვიდობოები გააგზავნოს. ჩვენი ფოკუსი არის, რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და საბოლოოდ მუდმივი მშვიდობის დამყარება. ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან დღეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ სფეროში, რადგან ის ძალიან ჩართული იყო თავიდანვე და ცდილობდა ამის დასრულებას და ჩვენ მოვახერხებთ ამას. ჩვენ გსურს მშვიდობა. ეს მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას, ეს მშვიდობა არ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე. ეს მშვიდობა უნდა მოიცავდეს პირობებს უკრაინის სუვერენიტეტისთვის, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას აწარმოს მოლაპარაკებები ყველა მხარესთან იმ საკითხზე, რომლებიც მას ეხება. და რომლებისთვისაც ის არის ერთადერთი მხარე, რომელსაც ლეგიტიმურად შეუძლია მოლაპარაკება, მაგრამ ეს არის მშვიდობა, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რათა შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა უკრაინისთვის და მთელი რეგიონისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენთვის, ევროპელებისთვის, ეგზისტენციალური საკითხია. უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების შესაძლებლობას ტრამპს ასევე შესთავაზებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ვაშინგტონს ხვალ ეწვევა. მანამდე კი კირ სტარმერი თემთა პალატაში სიტყვით გამოვიდა და კანონმდებლებს თავდაცვის ხარჯების გაზრდის გეგმა გააცნო. ბრიტანეთის მთავრობა თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდას საერთაშორისო დახმარებისათვის გამოყოფილი თანხების შემცირების ხარჯზე აპირებს. ლონდონიდან ვაშინგტონში გამგზავრებამდე სტარმერის ეს გზავნილი იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ ტრამპის სურვილს ევროპამ საკუთარი თავდაცვისათვის მეტი გააკეთოს, ნისლიან ალბიონზე გაითვალისწინებენ.
დღეიდან შემიძლია განვაცხადო, რომ ეს მთავრობა ცივი ომის დასრულების შემდეგ თავდაცვის ხარჯების უდიდეს მდგრად ზრდას დაიწყებს. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებას მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5% დავხარჯოთ თავდაცვაზე, მაგრამ ჩვენ დავაჩქარებთ ამას ისე, რომ ამ დონეს 2027 წელს მივახციოთ. უკრაინის უსაფრთხოების საქმეში ევროპელების წვლილის გაზრდის გარდა, ომის შეწყვეტის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ ხედვაში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებასაც. როგორც ვაშინგტონსა და კიევში ამბობენ, ეს შეთანხმება ახლა დასკვნით ფაზაშია. ამერიკა უკრაინისაგან $500 მილიარდი ღირებულების წიაღისეულთან ითხოვს წდომას. კიევის საპასუხო მოთხოვნა ვაშინგტონთან უსაფრთხოების გარანტიებია. კიევის შეფასებით, მსოფლიოში არსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულის 5% უკრაინაშია. მათ შორის დადასტურებულია 19 მილიონი ტონა გრაფიტის მარაგი, რომელიც ელექტროავტომობილების ბატარეებისთვის გამოიყენება. უკრაინაში ასევე არსებობს ლითიუმის მსხვილი საბადოები, ხოლო ტიტანის გლობალურ წარმოებაში უკრაინის წილი დაახლოებით 7%-ია. გარდა ამისა, უკრაინას აქვს იშვიათი მიწების ლითონების მნიშვნელოვანი მარაგი. ეს არის 17 ელემენტისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება იარაღის, ქარის ტურბინების, ელექტროტექნიკისა და სხვა პროდუქტების წარმოებაში. ტრამპს იშვიათი მიწები უნდა, რადგან ამერიკული ეკონომიკა მეტად დამოკიდებულია ჩინურ წყაროებზე და ეს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების რისკია. ეს არის მიზეზი ნომერი 1. მეორე მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს ბევრი ამერიკული კომპანია, რომელსაც შეუძლია იშვიათი მიწების მოპოვება და წარმოება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ეს მიზეზი ნომერი 2 და მიზეზი ნომერი 3 არის ის, რომ არსებობს უკრაინა და ჩვენ გვაქვს ეს რესურსები იქ და იმისთვისაც, რომ თავიდან აიცილონ ჩინელების მიერ უკრაინის იშვიათი მიწების რესურსების დაუფლება და იქ პოტენციური საბადოების განვითარება და მიზეზი ნომერი 4 არის უკრაინელების იძულება გადაიხადონ ამერიკული სამხედრო მხარდაჭერისთვის. თუმცა უკრაინაში არსებული მინერალების ზოგიერთი საბადო ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ვაშინგტონსა და კიევს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გაუხსნას წვდომა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ და ასევე რუსეთში მდებარე მინერალების საბადოებთანაც. იშვიათი მიწის ლითონები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკის თანამედროვე სექტორებისთვის და ჩვენ ჯერ ბევრს არაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. სხვათა შორის ჩვენ ასევე მზად ვიქნებოდით შევთავაზოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. როდესაც ვამბობ პარტნიორებს, გულისხმობ არა მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებს, არამედ კომპანიებსაც, თუ ისინი დაინტერესდებოდნენ ერთად მუშაობით. უკრაინაში ომის შეშერების შესაძლებლობის გარშემო მიმდინარე დისკუსიების ფონზე რუსეთი კვლავაც აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს. 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომში დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მაიდანზე მიაგეს. 2025 წელს თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რუსეთთან ომში 3 წლის განმავლობაში 45,000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 300,000-ზე მეტი კი დაშავდა.